გამარჯობა. არ ვიცით გესმით თუ არა, მაგრამ აი ქარი კი არა, ქარი შხალია გარეთ. და მე კიდე არცივა. მაგრამ აი ბუნგალია, მაგიდაზე რომ ნახოთ ახლა რა მტვერი მაქვს. წინ არის, აი დახაზვა შეიძლება, როცა აი 2 წუთის წინ იყო გადაწმენდილი, სრულიად და გადაწკრიალი. მაგრამ იმენად სიამოვნებს აქ ყოფნა გარეთ. მე ცოტა ხანს ვიჯდები, ხა მაინდა-მაინც ქარი მიყვარს, ქარი კი არა და ეს ამინდი მიყვარს მე და იმიტომ ვზივარ გარეთ მოგატყვი. კამპოტი მაქვს დადგმული რა, რო არ მოვისვენე და 5 დიდი ბანკა. და ხა სადაც არის ამოსაღები იქნება რა, ნუ ჯერ არა, მაგრამ მაინც და მე წავალ და წაუწინებ. თუმცა დილას ვიდეო რო ჩავწერე და მიდექმოვდექი, აი ფიცერ გამიკეთებია უბრალოდ. წაველი საწოლი სასალაგებლად და გოგო არ მინდოდა, მაგრამ ისა ახლა რომ მივედი საწოლვა შემithრია. აი მე რა ხარია შემithრია საწოლვა. და ალბათ 12 საათამდე მეძინა. ეს აშკარად მე რა ხარია აი დღეების უძილობის დანაკლისი იყო მოკლედ. დღეს ერთი სადარდებელი მაქვს და ვისაც ცხოველები უყვარს კი გამიგებენ ისინი. ვისაც არ უყვარს სიცილად არ ეყო. ნაცრისფერ კატას ვეძებ მთელი დღეა. წუხელი იყო, დილას სადღაც 3 საათის შემდეგ ვეღარ ვნახე, ანუ გარეთ გამოვიდა, ხო დილას ხო გითხარით, რაღაცა კატები იყვნენ მეთქი და დედალ კატას ქონდა ომი ხო. აი მის მერე ვერ პოულო. პატარა შავი კატა მოვიდა. ის არ მოსულა, ვიმედოვნებ რომ მოვა. არასოდეს ესე არ დაკარგულა, მაგრამ მაინც არის ხოლმე რომ რაღაც მომენტებში არ ჩანს. და მე მოდის ხო. თქვენ ხო იცით ჩემი დამოკიდებულება ამ კატის მიმართ. ესე იგი აი მთელი დღე გავდივარ, რაღაცას ხო კი ქვაბები გავხეხე, ჭურჭელი დავრეცხე, დავაბინავეს დაბადების დღის ჭურჭელი და შევალაგე და რაღაცა ესეთი ისა და აი თვალებით ვეძებ, ერთი 10 ჯერ გადავედი იქით, გარეთ გავედი, ბუჩქებში მეებში ვნახე, აკვირდებოდი მანქანა ხوارს, აი ყველაფერი სადაც შეიძლებოდა რომ წავსულიყავი და მე ნახა ყველაფერი მოვიარე. რასაც ვაკეთებ, სულ თვალწინ მიდგა და სულ თვალებით დავეძებ. აი ძალიან დიდი იმედი მაქვს, რაღაცნაირად გული მიგრძნობს რომ მოვა. მაგრამ ისევ ნერვიულობ, აი ხან აი გამეჩხირება ხოლმე რომ აი რო არ არის რაღაცა მე ნერვიულება რომ მეთქი რამე ხო არ მოუვიდა. ვინც ის სად არის რა უჭირს და მე ვერ პოულობ. ყოველთვის ესე რატო ხდება? აი რაღაცა ხოა რომ რაღაცა აი მაგის ძმაც რო იყო რა რომ მომწონდა ყველაზე ძალიან კატა რაღაცა აი შინაგანაც სხვანაირად რო გძნობ და იმას რომ მოსდის რაღაც აი ესე დავეძებ თვალებით ხანვა ოთახში შეվել მეთქი ბიბლიოთეკაში ხო არავინ იყო და ხო არ შეყვა და გამოიკეტეს ხანაგეთ აი მთელი დღე ავეძებ თვალებით თუ გონებით აი არ ვიცი და სულ რაღაცა მღრმის ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ გამოჩნდება. რაც კი შეიძლება კუთხე კუნჭული მომეძებნა ბალახებში, აი არ ვიცი, აი სადაც შეიძლება და ხელი მიმიწუდებოდა და სადაც მოძრაობდა,
ყველგან ვიყავი, ყველაფერი შევამოწმე, აბსოლუტურად ყველაფერი. ვერ ვნახე ვერაფერი. და იმ კატის ძმას განვიცდი ძალიან და იმედი მაქვს, რომ გამოჩნდება. თუმცა უკვე მეორე წელია მყავს და აი არასოდეს ესე არ დაკარგულა. და იმაგიტო ვფიქრობდი, რომ მეორე ვიდეოს ჩავწერ. მეთქი რაღაცა ის სიტუაციაში, რომ პირველი ვიდეო რო ჩავწერ 9 საათიც არ იყო და მეთქი დღეს რაღაცა ისე. მაგრამ ისე იმოქმედა აი ამ მომენტმა. აი ხაცაი რო ვიყურები ბალაიმეებში, ღობეზე სადაც დადიოდა. მგონია რომ უნდა გამოიაროს, აი სულ თვალებით ვეძებ. და აი რამდენი საათი არც ვიცი არც მინახია 3-4 იქნება ალბათ და მე და საიდან დავდახო 4 საკლია 25 აი საერთოდ ისე გავიდა ის დრო რომ ტელეფონის ხელში აღების სულიც არ მქონდა რომ ვიდეო ჩამეწერე კი რა ხმაც გათშული მქონია ნარეკები იყო მამი და ჩემის მეძინა მაგ დროს ფატუნია შენი ხოდა ესა ვერ ავიღე ტელეფონი და ვერაფერი ვერ ჩავწერე და ეხლა სანამ ალუჩის კამპოტის ველოდები ეს მაგ 5-ს გავაკეთებ და ხვალეთს 5-ს გავაკეთებ. მეთქი ცოტა ხანი აგეჭორავებოდი. საჭმელი არა მაგას გასაკეთებელი. თუმცა კარტოფილი შევწი, იცი რატო გუშინ გავამზადე კარტოფილში საწვრად, ახალი კარტოფილი წყალში ჩავალბე და რაღაცად გავამზადე და წყალში მქონდა. და გუშინ აღარ დამჭირდა შეწვა რა. ხოდა რო არ გაფუჭებულიყო მაგიტო შევწი, თორე რო არ გამეკეთებინა არ იყო პრობლემა, საჭველი მქონდა. ამიტომ მარტო კაპოტს ველოდები, მოხუფავ ავალ და წამოვწები და დავიძინებ ცოტა ხანი და თან იცი რატომ მინდა დაძინება. აი ცოტა იცი დრო გავიყვანო თითქოს რომ აი მგონია რომ დავიძინებ და გავიგუძებ, კატა იქნება. ზოგადად ხო იცის მამალმა კატამ ცოტა ხანი წასვლა, კვირობითაც წასვლა და უკან მოსვლა, მაგრამ ეს სხვანაირი იყო რა. სხვანაირი იყო, არ მინდა რომ თქვა, სხვანაირია. პატარა ბავშვი ვიქარი. დილით არ არსებობდა მე გამოსულიყავი და კარებთან არ დამხვედროდა და აი როგორც პატარა ბავშვი აგეპოტინება რაღაცის გაიჭირებოდა და ამოვიდოდ აი აქამდე რომ ამიყვანო. და თან ხო იცოდი როგორ იცოდა ამოხტობა და ეს პატარა ბავშვი თვეჭი აი სხვანაირად სითბოს გამომხატველი პატა იყო და ძალიან მიყვარს. ხათუნა ბევრჯერ დამიწერა სალამი ხათო რომ ესე რომ მოსდით ხოლმე ღან კატას ხან აი კუდას თუნდაც ხო როგორი დამოკიდებულება მქონდა კუდას მიმართ და აუ აღარა თქვაო რომ რომელიმეო ძალიან განსაკუთრებულად გიყვარს აი მიყვარს რომ მე რაღაცა რომ მოსდისო უფრო ნერვიულობო აი მიყვარს არა ეხა ვერ ვიტყვი რომ ის უფრო ძალიან მიყვარს და ის უფრო ნაკლებ აი უბრალოდ დამოკიდებულება გაქვს ეგეთი ის რო სითბოს გამოხატავს მეტად თბილი როა და რაღაცა უფრო ჩანს თითქოს თორე დამოკიდებულება ერთნაირი მაქვს ყველასთან რასაო ხა ამ შავი რო დაკარგო გან არ მოვძებნიდი ამ შავს და მთელი დღე იქით გაველი ბალახებში მიუხედავად იმისა მუხლზე მოთ ბალახია და მეშინო და ხა მართალია შხამიანი გველები არ არიან მაგრამ ის პატარ-პატარები არიან მიუხედავად იმისა რომ მეშინო და გავისკე და ბოლომდე გავედი და მოვძებნე იმდენად სურვილი დიდი მქონდა რომ სადმე მეპოვნა რამე მდგომარეობაში მაინც რომ აი იცი რაზე ნერვიულობ რომ სადღაცას არის და რაღაცა უჭირს და ვერ პოულობ რომ მოვიყვანო და მივხედო და აი ეგ ყველაფერი აი აქ მედი მაქვს რომ იმ მითს თუ რეალობას
ექვემდებარება, სადაც ნათქვამია, რომ ამალმა კატამ იცის ცოტა ხნით წასვლა და მოსვლა. ყველგან მეძებ, აი სადაც გავიხედავ, მგონია რომ მოძრაობს, მგონია რომ დადის, მგონია რომ მიყურებს, ხედავს. პატარა ბავშვი როა დედაზე დამოკიდებული და კალთას რო არ ცილდება, ხო იცი ზუსტად ეგი არის მთელი დღის მანძილზე, რომ მოძრაობს, სადაც მე ვარ ეგაც იქა. არ ეზარება, აი 100 ჯერო კიბეზე ავიდე, ჩამოვიდე, უკან გამომყვება და იგივე იმას გაივლის და აი მაგიტო სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს მაგ კატასთან. ძალიან მინდა რომ მალე მოვიდეს. რომ გულს ვერ უდებ ვერაფერს. ელემენტარული აი ხა შემიძლია ვდგე და მოვქსოვო ან რაღაცა ეგეთი გავაკეთო. თუნდაც რომ ველოდები ხა იმას. რამდენი ხანია აი თვეების წინ ალბათ ერთი და თვე შეიძლება 9-10 თვის წინ მაგ დავიწყე ნახატი გახსოვთ ქვების გოგო მაქვს დაწყებული. ქვები ღამაქვს დასაწებებელი, დახატული მაქვს და ლაკია წასასმელი. დღეს ვითომ ეგ მინდოდა რომ გამეკეთებინა. მაგრამ აი ვერაფერს ვერ ვიწყებ და რო ჯდები, დგები ისევ გავდივარ ვეძებ. დავჯდები ისევ გავალ ვეძებ. იმედი მაქვს რომ მოვა. ჩავხედოთ აბა ჩვენ კამპოტს რამდენად გარეთ უნდა დამედგა კამპოტი. აი კატების საჭმელს სადაც ვაკეთებ ხოლმე და ვუხარშავ ხოლმე რა, მაგრამ ქარი როა ვიფიქრე უფრო გვიანად უღდება თქო და ამიტომ ისევ კუხნას შევიტანე დიდ ქვაბში და 5 ბანკა მიდევს. დილას რომ მივედი საჭმელად ტუპის რო ვაჭამე და შავ კატავს, ანუ იქედან დავაკვირდი რომ არ არსებობს დილ საჭმელზე ეგ არ მოვიდეს, არ არსებულია. თან დღეს დავაკვირდი რომ ანუ გამთენის 3 საათიდან არ არის აქ. აქ არის ალუჩა და ოროლი ღერი ტარხუნა. აი მაგალითად აქ დავტოვე რომ რამდენიმე მეთქი კიდე ისავქნა. აი სადღაც ეს ერთ ბანკას ყოფნის, 2 ტოტი ყოფნის. ნუ გააჩნია ტოტისაც, ეს ნახე რა კარგი არის მისი ხვილი და ამას აქ დავდებ. არ გავრეცხავ რომ ხვალე 5 ბანკასაც ვამყოფინებ და მე მგონი მეტი არც გამოვა. ანუ იცი რამდენია ხა ეს ტორტი რომ შესანახათაც არღის გამოვიღება ცივლიდან და აი შეჭამოდა ავიღო გადავაგდო რა ეგ მომენტია. განახოთ ჩემი პატარა კნუტები. ქალბატონი დედიკო იქ არის მთელი დღის მანძილზე. ეგეც გამოვა პატარა ბავშვივით, ნახე როგორი კაი მზია, მაგრამ საშინელი ქარი. გამოვა კაი ბავშვივით, ვაჭმე ვასმე მომეფერება და ისევ მიდის. ეხლა უყურეთ სად არის. აი აქ არის შიგნით. აქ მიდგა სკამი, კაი გამძლე სკამი, რომ ხშირად ავიდე და ვნახო. მინდა ასე. სად ხარ აბა დამენახედე? დე. ხედავთ. ბავშვო დამენახი აბა. ეხა განახოთ პაწაწინა ბავშვი. როგორ განახოთ ისე რომ ჩამოსვლა აღარ მომიწიოს რა, აქვე. მოიცადეთ? დედი, შეიძლება შენი ერთი ნეწო ბავშვი მანახო? დედას პატარა არის. ნახე ხახებო.
Ой, მე ვისაც ეს იზღება ესეთი რაღაცები გადაახვიეთ ხალხო. ეს არის პატარა ცხოვრება, 2 დღისა ხალხნებო, პატარა კანჭები აქ და იმი ეს როგორ არ უნდა გეკარდეს. ის ნახე. აქ არის ჩემო ცხოვრება, მიდი. გეშინია შენ. როგორ საგულდაგულო თაყავს დამალული. მე მაინც ვერ დამიმალა მაგან, მაგრამ მაინც. ესე ყველაფერი პირაზე დააყენა ქარმა, ყველაფერი და მთელი დღე აქ ვდგავარ, მთელი დღე აიქვეძებ, ვეძახი. აი რა ვიცი. მაგრამ არ არის. დილასაც ძველი ტელეფონით გადავიღე ვიდეო და ეხლაც. ამიტომ მაქსიმუმ 15 წუთიანს ვიღებ, რომ ამას მეხსიერება არ აქვს და მჭედავს ხოლმე. არ ვარ გამიჭედოს, ეხლა დავხედე და 16 წუთია უკვე. გადავუყაროთ ამას და ჭამეთ ბავშვებო. ამას კი არ ვიცი როდის უნდა გამოჩეკოს აი ქალბატონმა. შენ წესით 1-3 დღეში უკვე. რავი არ გავიდა 21 დღე. გამავიწყდა. წერ ხოლმე ანა იქ რაღაც ამოფხაჭრი ხოლმე იმას რიცხვს. რომ ვიცოდი ადვილად გადავთვალო მე. ხო და დამეზარ დამავიწყე. რა მაგას რა დაზარება უნდა, მაგრამ მაინც. მოკლედ წავედი ხდაგებშდობები. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ჩემი ნაცარა გამოჩნდება და მეორე ვიდეოს მასთან ერთად ჩავწერ ჩახუტები. ძალიან დიდი იმედი მაქვს იმათის რომ ჩემი თბილი და ტკბილი ფისო გამოჩნდება. და მაგაზე ნერვიულობა მომეხსნება. ხო, ამ ვიდეოში მინდა ძალიან დიდი მადლობა გითხრათ ბევრ თქვენგანს. კალიასკის სურათების გამოგზავნისთვის, იმიტომ რომ მართლა ვერ ვნახე მე. რუსულად არ ჩამიწერია და ქართულად ვწერდი 90-იანების კალიასკა და ესეთი და ვერ ვნახე. და ამოვარჩიე ბევრი თქვენგანი სურათები, რა შეიძლება და Facebook-ზე დამედო. ბევრმა ჩემმა ნაცნობმა ნახა და ზოგმა მოძებნა და ზოგის გატეხილი იყო, ზოგის ისეთი რომ ანუ არ შეკეთდებოდა და თვითონაც აღარ ახსოვდათ უკვე რომ ტყუილა ედოთ და უნდა გადაეგდოთ. ბევრმა შემომთავაზა რომ ათხოვდა და აი უღრმესი მადლობა ყველას ძალიან დიდი. და წეღან რუსთავიდან ნანუკა მომწერა რომ მადლობა ნანუკას და მადლობა დედამის. ძალიან დიდი მადლობა, რომლებმაც მომწერეს რომ აქვთ და რუსთავში არიან და შემიძლია წამეღო, მაგრამ ფიზიკურად რუსთავში რა ვიცი რომ რამე იყოს და მივდიოდეთ და გავლით რაღაცა ვერ, ამიტომ ცოტა ხანში ისევ ნანუკა მომწერა რომ ჩვენი ნაცნობი მოდის ხოლმე მარტყოფში და მას გამოვატანთო და უღრმესი მადლობა, აი უდიდესი მადლობა, თქვენ არიცით როგორ ვიხმარ. რაც არ ნახელი იყო შესავლელი და რაღაცა ეს ნივთი ძალიან მიყვარს მე და გამოვიყენებ აუცილებლად პატარას გავუმზადებ და ჩემი მარჯვენა ხელი იქნება და მადლობა დიდი ნანუკა კიდევ ერთხელ და მადლობა ყველას ვინც მესენჯერში ფოტოებს მიგზავნდა, ვინც ეძებდით, ნახეთ, აღმოაჩინეთ რომ გქონდათ და აი რა ვიცი ძალიან დიდი მადლობა რა, აი ვერ გამოვხატავ ხოლმე ემოციებს ხო იცით, მაგრამ აი გულიდან იმდენად აი მადლიერი ვარ თქვენი ვერ წარმოიდგენთ და სულ იმას ვამბობ რომ ღმერთო აი 1000 მაგად დაგიბრუნოთ ეს სიკეთე თქვენ ყველას, აი 1000 მაგად დამჯერა რომ ასე იქნება და კიდევ დიდი მადლობა ჩემგან ყველას და ნანუკას დედიკოს მოუხადე ძალიან დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა, დიდი სიყვარულით. წავედი ახლა დაგემშვიდობებით და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მეორე ვიდეოს ჩემ ფისოსთან ერთად ჩაგიწერთ.
კარგად.